მადუროს დაკავებას ვენესუელის მოქალაქეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ. საზეიმო მსვლელობები გაიმართა არგენტინაში, ეკვადორში, ფლორიდაში, მადრიდში, ტაიმს-სკვერზე. მოქალაქეები შეიკრიბნენ კარაკასშიც. გაეროს მონაცემებით 2025 წლის დეკემბრისთვის ვენესუელიდან დევნილების რიცხვი მთელს მსოფლიოში 7.900.000 იყო. მეორე დღეა უკრაინელები მოსკოვის ოლქს დრონებით თავს ესხმიან. სხვადასხვა რაიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამ დრომდე დახურულია ვნუკოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტები. რუსეთის 47 სარაკეტო დანაყოფის პირადი შემადგენლობა ბაზის შესასვლელთან სატვირთო სამხედრო მანქანაში აფეთქდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სარდლობას შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა სამხედრო დანაშაულისთვის სამართლიანი სასჯელი იქნება. წერს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო. 5 ბავშვი და 1 ქალი დაშავდა ავარიისას ქობულეთის მუნიციპალიტეტში. აჭარა ტაიმსის ინფორმაციით ერთმანეთს მერსედესისა და ჰიუნდაის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ერთ-ერთი მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.